მოგესალმებით, ჩემო ტელერადიო მსმენელებო. მე ნუგზარი ვარ ჩუბენიძე, შესაიუზნი, ავტობლოგერი. პარტომასების თვინ ნუგზარ კლაქსონი რა. დღეს მე თქვენ წარმოგიდგენთ საბჭოთა მინი კუპერი. Arikwaskwasa. Ragat თქმა უნდა. პაწუა მანქანა, მაგრამ პარკირება ყოველთვის საჭიროა. პაწუა ისტორიას გავიხსენებ ძალიან დიდი აზრით. თავისთავად ნუგზარ ჩუბენიძეს არაფერი არ უკვირდა, მაგრამ ერთ-ერთი სუფრათა განია გავლენიან პირებთან ერთად ჯივართ რა. წავიდა სუფრა ატყდა სიყვარული, მეგობრობა, სიტყვის გასვლა, ხუმრობა, ჭღანაობა და ბოლოს მივედით საპოროჟეცსა და ცეკავს დივანი კითხულობს კაცო, ბიჭო, გავიგე კაცო, ყველაფერი გევიგეო. თვალეზე ისო გევიგეო, ბაზარი არ ძმაო. მაგრამ ეს საპოროჟეცო, რატო აქვე დაკაჩული ეთვალები, რატომ? ახლა თავისთავად სუფრის წევრებმა ყველა მეცადა ჩემი წამპალიანის ამბავი და ყველა მე გამამხედა რომ აბა სიტყვისო. მე თავარის ცეკავს დივანო მეოთხარი, მანდის მომეთხავე რა. ძრავი შენ რო შეგთხარო ტრაქში მეოთხე თვალებს არ დაგაჩამთქო. არ თქეფა ამ დედამოწყლმა ბიჭო. თქეფა მასი არ უნდა მეოთხე თქო და წამევედი სახში. დღემდე კითხულობენ ისინი, შეიძლება იგზიან ისე. საწევიდა ეს კაციო, მაგრამ როდესაც ეს ლამაზმანი სახში მივიყვანე, ეზოში რა შევდიოდი, ექვე მეზობლის ბავშვები გამოვარდა, გადი თქვენ დედაშები, ჩემი საპაროზეს გიგვით მეოთხარი, მამა თქვენები 24-ები და ოლგები დაგრიალებენ მეოთხარი. არ მიყვარს ეს ზედმეტი კირკიტი რა. გვეცოდინება ალბათ რომ საბჭოთა კავშირში კაცი თუ ერქვა და საყვარელი არ ეყოლებოდა ის კაცი არც სახში ვარგოდა, არც გარეთ ვარგოდა რა. არც მე ვიყავი გამონაკლისი შემოძვირფესებო. Привет, Олечка. Из солнечной Грузии до Запорожья. Чема. შეიძლება ის გარბატონი საერთოდ არ მაგრამ აგარი რა. თავისთავად ერთი კვირა მატრიალა თავის შუაზე აბა ნუგზარი იქით მე პრობლემა, მე ახალგაზრდა ვარ, პრობლემა არ მქონდა რა. თავისთავად არ ჩემცოს არ გაუპროტესტებია, როდესაც ფრთხიალა ანგელოზის სახში შევიყვანე. რა თქმა უნდა მანქანაზე მაქვს საუბარი. მას ძრავი უკან აქვს მოთავსებული, ხოლო ამ ძრავში გადარეული 40 ცხენის ზალა იმალება. 40 ცხენის ზალა, რომელიც უკნიდან აწვება ნებისმიერი პრობლემის და პერევალის გადასალახად. ბატონო ლაიფხაკს გასწავლეთ. ოღონდ სახში არ მოყვეთ თუ შეიძლება. Zaporožets პასაჟირის კორიგის ქვეშ პატარა დირკა აქვს სპეცომ ინჟინერულად დატოვებული, რადგან გაყინულ ფაზე შეგეყენებია იმ დირკაში პატარა ანკესი ჩაგიგდო და თავს დაიჭერდი რა, შეერი არ იქნებოდი, მაგრამ ნუგზარ ჩუბენიძე ამას სვარამისთვის იყენებდა, თავისთავად გეცოდინებოდა, ეს ახლა პატარა მანქანარი გარბატონს გვარიანად შიგნით ვერ მოესიყვარულები და ამიტომ ხშირად მიწევდა მანქანის გარედან ქვემოდან პროცესში ჩართვა. ზუსტად ამ დირკის მეშვეობით. თავისთავად მანქანა შეყენებული იყო სტაიენკაზე, მძღოლი ქვემოდან იყო, ეჭვი არაფრის ჩნდებოდა, გარბატონი ზემოთ ელოდებოდა. აი აქ ხდებოდა მთავარი ქიმია, რომელიც მოსმეს კაპიტალისტებმა. მისი
მისი აგრეგატი გახსნათ ჰაერის გაგრილებაზე, რაც ყველაფერს უბრალოდ აიოლებდა. ანტიპრიზიერ გამემელიოს, რა გამოლებს ჰაერი, სულ არის ძმო. ჩახვდით მოფიქრებას. ამის გამო ცოტა პრობლემები ექნებოდა ყველა 100 კილომეტრზე აჩერება გვიწევდა, იმიტომ რომ ძრავი ხურდებოდა, მაგრამ რავა საგეჩქარებოდა მოგიზებოდა, გეიქცეოთ დედას მოგიტყამდე ბიჭო. საბჭოთა კავშირიდან საგარბი ხარ ბიჭო. სადაც ბიჭო, სადაც საპროზესი წარმოება იმ ქვეყნიდან სად მიდიხარ ძმაო. ბოდიში გავცეცხლდი. ბავშვი მეკითხება კაცო, მამაო, შენო იციო, პორშესო უკანა აქ ძრავი. დედა შევედი. ყლეც ახლა ლოგომა. სად იყო ბიჭო პორში მეუთხარ. სად იყო რებისმიერ პორშეტაგანი. საპროზეს რო უკან ქონა ძრავი მეუთხარ. ახლა ეს სინამდვილეში გამოყენებული კონვეიერის ბრალი არის, ტკეცა არაყი რაღაცა და მოკიდა პატარა ძრავი იყო, სადაც გააქნათ ხარა უკან. მევიდა შემოწმება, ძრავი უკან და всё. გასაჩივრება საბჭოთა კავშირში. დაივიწყეთ რა გასაჩივრება. ლოგო პორტმანი. დილას უთენია და ქოქილი ზაპოროჟეცი 100 კილომეტრს გასაოცარ დროში შუა დღემდე ან ვითარებს მეგობრებო. თუ კარგად მოვლი, საღამოს კიდე იღებს 100. 200 ბიჭო დღეს ცოტა არის მაგის დედავატირე. ჩემს ქორწილის ისტორიას გავიხსენებ. აი დედა. ჩავისწავოთ. ქორწილი რომ მქონა, ახლა მე ცეკვა არ ვიცოდი რა, ცეკვა სპაშიდან ხალბატონში მქონა ცხოვრება გალეული და გადმოვედი ტანცფლაშატკაზე საპროჟესტ. დავისავად როგორც ხდება ქართულ ცეკვაში. მივაღები პირველი და წავედი პირველ გზაზე ნელა. მივდივარ ჩემი ახალი აქედან გავშალე. პოპ ასე და ლუიზა ითღნარება დავსიწონებს. პირველი პაჩოტნიკური გავაკეთე თუ არა მეუყენე დავისავად თავი დაუყარი ძიფოსო მეუთხარი მივაღები ესად მიხოდი და გამოვედი უკან. გამოვიცეკვე ლუიზა და წავედით ერთად. მიყვები ასე პირველი სიჩქარე დავისავად ლუიზა სოლოს დროს გამოვედი დავიხიე უკან და მეთქი ვაჩვენებ რა ისე ტრაგედია გვაქვს. უზარი და მის ოჯახს მოვაწყვეტია პირველი სიჩქარე გადმევიტანე მეორეში და წავედი ძალიან მაღალია ბოროტით. არ დამიქნია ბიჭო და არ თქაფე ლუიზას ის უკანა ტრაგი. გევიშინე ლუიზა გავარდა ეკალბარდებში და სადედოფლო კამით გაეკვეთა შიგნით როგო ბადმინტონის ბურთი ისე იყურებოდა ფუძგნარიდან რა. მე ამაზე ძალიან ბევრი ვიცინეთ. მოგისცემთ მეგობრებო. დასაწვალ დღეს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, საპროზესი არ იყო გამოსული. და მას სხვა ძვირფასეულობა ჩაატანეს საფლავში. ეს არის რა, ჩვენი ავტობლოგი დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ საპროჟეცის ერა ამას ჯერ არ განიცდის. აბა თქვენ იცით ბოლოს მაგრა განაწყენეთ რა ბოდიში.